უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საპატრიარქო რეზიდენციამ უმასპინძლა. საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელს დაბადებიდან 86 წლის იუბილე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სანაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებმა და სხვა სასულიერო პირებმა მიულოცეს. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, თქვენო აღმატებულებაო, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებაო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებაო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ძვირფასო მეუფენო, ქალბატონებო და ბატონებო, ნამდვილად არ ველოდი რომ ეხლა სიტყვის თქმა მომიწევდა. ჩვენი გულები ახსავსია თქვენო უწმინდესობაო სიხარულით დღეს. როგორც ითქვა და ვფიქრობდი რა მეთქვა ახლა და გამახსენდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები მისი სახარებიდან, საოცარი სიტყვები. იმასთან დაკავშირებით რომ თქვენ ამბობთ ხოლმე ხშირად რომ ზიან ღამეს გავს თქვენი ცხოვრება და თქვენი მოღვაწეობა. და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს რომ ნათელი ანათებს წინავს აი ამ ღამეში და ეს ბნელი ვერ ეწევა და ვერ მოიცავს ამ სინათლეს. ალბათ ჩვენ იმიტომ ხარობთ თქვენ უწმინდესობა მრავალი ითქვა თქვენს მიღწევებზე, დამსახურებებზე, საოცარ საქმეებზე, აღსრულებულ საქმეებზე, მაგრამ აი ეს არის მთავარი რომ თქვენ გამოაბრწყინდეთ ჩვენში ქრისტეს ნათელი და ვერ მოიცა აი ამ ბნელ ღამის ასე თქვა წვდიადის ძალებს ხორციელი წარმომადგენლების ყავთ, უხორცო წარმომადგენლების ყავთ, მაგრამ ვერ მოიცვეს, ის ვერ ეწივნენ აი ამ თქვენ ნათელს რომელსაც დაატარებთ როგორც ანათებთ ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. აი ეს გვახარებს და ამის იმედი გვაქვს რომ ეს მრავალჟამიერ გაგრძელდება. თქვენი თავი გვიმყოფოს ჩვენ დღეგრძელად, კარგად, დიდხანს. დიდი მადლობა ქეთს ვიხრით და ვხარობთ თქვენთან ერთად რო ვართ ყოველი წუთი ჩვენთვის არის დღესასწაული. ღმერთმა გაგახაროთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ვილოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს და ვილოცავთ სრულად საქართველოს ეს დღე საქართველოსთვის, საქართველოს ისტორიისთვის გახდა უმნიშვნელოვანესი. ბევრი დიდი პიროვნება ყოლია ჩვენს ერს, მაგრამ როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ბოლო ჟამს გაწეული ღვაწლი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი ფასის მქონე, რადგანაც ეს იქნება ყველაზე ძნელი შეინარჩუნო ბოლო ჟამს ეს დიდი სიწმინდე და ჩვენ ვხედავთ რომ არა მარტო შენარჩუნება ხდება იმ დიდი ტრადიციებისა, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ, არამედ რაღაც ძალიან დიდ ხარისხში ამ სათნოებების აყვანა და მართლაც ძალიან სიმბოლურია მისი დაბადება შობის წინ რამოდენიმე დღით ადრე, როგორც იოანე ნათლისმცემელი ამზადებდა ებრაელ ერს ქრისტეს პირველი მოსვლისათვის, უწმინდესი ჩვენ ერს ამზადებს ქრისტეს მეორე მოსვლისათვის და ეს წინამორბედია შობისა მისი პირველად მოსვლის ასე ვთქვათ და თარიღის წინ მისი დაბადება ეს ძალიან სიმბოლურია და მართლაც უდიდესია ეს ბოლო ჟამს ერმა შეძლოს აი ამ საუკუნეების მანძილზე ეს ერთგულება რომელიც მას ჰქონდა რომ ბოლო ჟამს არ უღალატოს ამ გზას. აი ამ მისიით არის მოვლენილი უწმინდესი რომ ერს შეაძლებინოს შეურყნელად სარწმუნოების დაცვა და ჩვენ ვხედავთ რომ მისი წინამძღოლობით ეს პროცესი რეალურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში მთელი ერი აღდგება თავის დიდ სულიერ ხარისხში და პატრიარქის წინამძღოლობით ვიხილავთ გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოს. სასიხარულო დღეებია, შობა ახალი წელი და კიდევ ერთი ყველა სასიხარულო დღესასწაული ჩვენი პატრიარქის დაბადების დღე. დღე, როდესაც უფალმა განაგო ჩვენი ეკლესიის საჭიროებელის მოვლინება ქვეყანაზე, რომელმაც უდიდესი მისია შეასრულა ჩვენი ეკლესიის აღორძინების გამოცოცხლების ერის სულიერი მისი აღდგენის და ეს დღე ყოველთვის ჩვენთვის სასიხარულოა. ჩვენ ყოველთვის ულოცავთ უწმინდეს და
უსულოდ ღირსებას, კეთილდღეობას, მრავალჯამე მის კურთხევას ჩვენზე და ვერანი ვერ ჩამოთვლის ამდენი კეთილი საქმე პატრიარქს შესრულებული და კიდევ მრავალი შესრულდება მისი კურთხევით. დალოცილი იყოს და მისი დალოცვა ეწეოდეს ერთს და ჩვენ ყველას. ჩვენ მოუწმიდესმა განვლო ურთულესი, თუმცა ღირსეული და საპატიო გზა, მოსეს გზა და მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას უდიდესი ეროვნული და სულიერი აღორძინება. ეს მადლიერი ქართველი ერი მადლობს მას ამ დიდი მამობრივი მზრუნველობისათვის, მართლაც ენა უძლურია და გული სავსეა მისდამი ღრმა სიყვარულითა და პატივისცემითა და მოწიწებით. ერთადერთი ის გადაგვჩენია შევთხოვოთ მაღალ ღმერთს მისი მრავალჟამიერი ღერძელობა, რომ კიდევ დიდხანს წინამძღვრობდეს ჩვენს ეკლესიას და ჩვენს არს, ერს და ეს უდიდესი სიყვარული ერის, ეს არის ის ძღვენი, რაც შეიძლება ქართველმა ადამიანმა დღეს მიაგოს პატივად ჩვენ საყვარელ მამასა და მოძღვარს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საყვარელი უწმინდესი, ღმერთმა დიდხანს აწინამძღვროს ჩვენი ეკლესიისა და ერის სათავეში. მინდა მიულოცო ჩვენს უწმინდეს დაბადების დღე, მინდა ვუსურმოჯო ჯანმრთელობა და დიდხანს გყავდეს. ჩვენი იმედია, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ენერგიული პატრიარქი გყავს და ასე წარმატებული ეკლესია ვართ. მადლობა ღმერთს ამისათვის. უწმინდესი დიდხანს გყავდეს. სრულიად საქართველოს ყველა მორწმუნეს ულოცავ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეს. 86 წელი. ფიქრობ, რომ არც ისე ბევრია. მინდა შევაედრო უფალს, რომ უწმინდესობამ დიდხანს იცოცხლოს ჩვენი ქვეყნის საიმედოდ, ჩვენს დასალოცად. ღმერთო მრავალჟამიერ უწმინდეს და უნეტარეს. ღმერთმა დაგლოცოთ. საზეიმო მიღებას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს იუბილე მიულოცეს. ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და დღეგრძელობა უსურვეს. თქვენ უწმინდესობა, ჩემთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მაქვს საშუალება, რომ მოგილოცოთ დაბადების დღე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ხალხისა, რომელიც მართლაც დღეს ისურვებდა აქ ყოფნას, თქვენთან ყოფნას და ჩვენთან ერთად მართლაც ამ დიდი სიხარულის გაზიარება, რაც არის თქვენი დაბადების დღე, მადლობის თქმა იმ თქვენი ცხოვრების ღვაწლისთვის, ამ ქვეყნისთვის, თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მამა და ამითი იმსახურებთ მთელი ქვეყნის სიყვარულს და მე მაქვს ძალიან დიდი ბედნიერება და პატივი, რომ შემიძლია გამოვხატო თქვენს მიმართ ეს სიყვარული, პატივი და მადლიერება. გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალჟამიერ, ძალიან დიდხანს იყავით ჩვენი ქვეყნის სულიერი სათავეში. თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოტწებით მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე. დღეს მთელი ქართველი ერი აღნიშნავს ჩვენი სულიერი მამის იუბილეს და ეს ყველგან იგრძნობა. მე დღეს ძალიან ბევრი ზარიც მივიღე ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, რაც კიდევ ერთხელ ნათლად უსვავს ხაზს თქვენს ღვაწლს. თქვენი თითოეული სიტყვა შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთდაფასებაზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და თითოეული მოქალაქისთვის. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მრავალჟამიერი ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო. ეს დღე დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, იმიტომ რომ ამ დღეს უკავშირდება ჩვენი ეკლესიის აღორძინება, ჩვენი საზოგადოების სულიერი გაძლიერება. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობის თითოეული დღისთვის და თითოეული წუთისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საზოგადოების გაძლიერებაში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მოღვაწეობა არის რა თქმა უნდა საწინდარი ჩვენი მომავალი განვითარებისათვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგილოცავთ კიდევ ერთხელ.
საზეიმო მიღების მსვლელობისას საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა საეკლესიო გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სალაყაიას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა. საქართველოს მდიდარია ისეთი ადამიანებით, რომელიც თავდადებით ემსახურებიან სამშობლოს. ჩვენ ყავს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აქვს მოვლილი ფეხით მთელი საქართველო. აი ამ მოგზაურობის დროს 40 წელია მასა. 40 წელი მოღვაწეობს. ამ მოგზაურობის დროს ის ასწავლის ქართულ საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს. კითხულობს ლექციებს. და დღეს ჩვენ მივიღეთ განსაკუთრებული გადაწყვეტილება, გვინდა დავაშილდოთ უმაღლესი ჯილდოთი საქართველოს ეკლესიისა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. მე და ყველა ჩემი მოსწავლე ულოცავთ პატრიარქს დაბადების დღეს და უსურვებთ მას, რაც არ უნდა ძნელი იყოს მისი ცხოვრება. იდღე გრძელოს ძალიან მინდა ვთქვა ასე, ბოლომდე. მე მართლა გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ გიყვარდეს რაღაც და აკეთებდე იმას, ამისთვის დაგაჯილდოვონ ცოტა მიკვირს. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ პატრიარქის სიყვარულის გამოვლინებაა და კიდევ ერთხელ მცირედის დიდად დაფასების მისეული უნარია. იმიტომ რომ ის არის სიყვარულით სავსე ადამიანი და სიკეთით სავსე და შენდობის სურვილით სავსე ადამიანი და ამიტომ პატარას დიდად აფასებს. ღონისძიების დასასრულს კათოლიკოს პატრიარქმა შეკრებილ სტუმრებს მობრძანებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს 86 წლის იუბილეს ულოცავდნენ სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. პავლე მოციქულს აქვს ასეთი სიტყვები დაწერილი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ემსახურები საქართველოს ეკლესიას და მადლობ უფალს და მადლობ თქვენ. ღვთისწყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ ჩვენთან არც ღმერთს. მინდა მიულოცო მას დაბადების დღე და უსურვო ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე. როგორც ჟანგბადი ჰაერი სჭირდება დღევანდელ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს რომ იცოცხლოს, ისე სჭირდება პატრიარქის მრავალჟამიერ ცხოვრება. პატრიარქი არის
ჩვენი ცხოვრების სტაბილურობის ერთი მძლავრი საყრდენი და ღმერთმა დიდხანს არ მოუშალოს საქართველოს ეს. იმ სახელმწიფო განწყობას, რომელიც თუ ჩვენ გაძაქვს, განსაკუთრებული შინაგანი ადაპტოვანება ემატება, რამე თუ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი სულიერი სამყაროსათვის. დაბადების დღე აქვს ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს და თხოვნა ღმერთთან დიდი ხნის სიცოცხლე ჯანმრთელობა არ მოაკლოს ღმერთმა. უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გვაჩუქა ჩვენი უწმინდესი. უსურვებ სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის მეოხად და ჩვენი ერის საიმედოდ. და ჩვენ ხალხსაც უსურვებ, რომ ყურადღებას პატრიარქის შეგონებები და მეტი მომსმენი, მეტი მიმდევნი ყოფილიყავით მისი სიკეთეების მიმართ. დღევანდელ